ესე იგი, ეს არის ჩვენი შემდეგი გამოგონება, ტელეფონის საჭე. საკმაოდ მარტივი მექანიზმია, დანარჩენი ამის აწყობას უკვე ვიდეოში ვნახავთ. გამარჯობათ, ჩემი სახელია ლუკა და დღეს ჩვენ ვიღებთ, როგორც ვიდეოს დასაწყისში ნახავდით, ტელეფონის სათამაშო საჭის გაკეთებას. ეს საინტერესო რაღაცა, საკმაოდ არანაირი დაკავშირება კაბელებით, ჩახლართვა, მოხლართვა და არაფერი მსგავსი მაიმუნობა არ ჭირდება, უცბად გავაკეთე ამ შემთხვევაში მე ვაკეთებ წყლის მილებისგან. ჩემთვის რა ვიღე ეს უფრო მეადვილებამი და უფრო ისეთი ჩანს, უფრო გამძლე იქნება, მაგრამ თქვენ თუ ბავშვები ხართ და მანდამაინც ამის შედუღებაზე არ მიგიწევთ ხელი და წყლის მილებზე შეგიძლიათ კარდონიდან მაგასაც ახსნი მსგავსი რომ გაიგო. ხოლო რაც შეეხება ხა ჩემთვის პირადად საქმის პირობებში რაც შემიძლია რომ გავაკეთო ყველაზე ხარისხიანი არის წყლის მილებისგან. სამწუხაროდ უთო არ მაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ ქართულად არ ვიცი, ჭირაღდანი დავარქოთ ამას, მოდი. ჭირაღდანს გამოვიყენებ და ჭირაღდანით შევადუღებ დამატ ახლა, იმიტომ რომ დიდად ახლა წნება ამაში არ დაგროვდება და არაფერი არ იმიტომ საშიში არაფერი არ იქნება თუ მანდამაინც თავისი უთოთი აღქენით. კაი, დავიწყოთ ახლა ნელა შედუღება, მაგის კადრებიც იქნება და ბოლოში უკვე ნელა დავიწყებ ახსნას ყველაფერს. დასადგამი ბაზის გაკეთებას უკვე მოვჭით, ესა საკმაოდ არადევს. ამაზე მე აიწყობა ესე რული და წინ იქნება სისტემა, სადაც ტელეფონი წავა. ეხლა რაც შეეხება აი ამ საჭის გაკეთებას, გაკეთების ვიდეო უკვე აღარა მაქვს, იმიტომ რომ ტელეფონმა არ გადაიღო და სამწუხაროდ მომიწევს რომ ესე ზეპირად აგიხსნათ რა და როგორ გააკეთოთ, მაგრამ თუ დანარჩენს თავს გაართმევთ, ამასაც თქვენი გააკეთებთ. ეხლა ესე იგი რას ვაკეთებთ? ავიღებთ ესე პლასმასის მილს, ცოტა გრძელი უნდა იყოს, დაახლოებით ესე ამ სიგზე. და ერთ ხარეს რაიმეთი ხის ჩოპით ან რაღაცით დავუხავთ და გავავსებთ ქვიშით და შემდეგ ისევ მეორე მხარესაც დავუხავთ. ეხლა ესე ქვიშით რატომ ვავსებთ? იმიტომ რომ როცა გავაცხელებთ და აი ამ მილის მოღუნვას დავიწყებთ, აი ესეთი უშნო ნაკეცები არ გაიჩინოს. აი შიგნით თუ ქვიშა იქნება, მიცემს საშუალებას რომ აი სიმეტრიულად ლამაზად გვალად მოგვარდეს. ეხლა მე უკვე სამწუხაროდ შეცდომაზე ვისწავლე, მაგრამ არა უშავს. ეს გადავაგდოთ. ეს იქნება ჩვენი რული, ამას ცოტა იზოლენტას გადავახმევ ან რაღაცა შევალამაზებ და წავა რა. ეს ღერძიც უკვე გავხვრით, ახლა ამასაც დავუმაგრებ ღერძს, იზოლენტასაც გადავაგრავ, აქაც დავამაგრებ და დანარჩენს უკვე ვიდეოში ყველაფერს ნახავთ. ესე იგი, აქ წავა ეს საჭე, რომელიც იტრიალებს. შემდეგ აქ დავუკავშირებ მექანიზმით, საფრით საკმაოდ მარტივი მექანიზმია, ყველა თქვენ განიზავს მაგას და შემდეგ წავა აქ და აქ დამაგრდება უკვე ტელეფონი. მაგრამ წინას არ ესე რო არ ახსნა, დავიწყებ ამის გაკეთება და უკვე რომ მოვრჩები, მე მუშაობისას ახსნი როგორ მუშაობს ყველაფერი. ეხლა ესე იგი, შემდეგი ნაწილი რაცაა, ეს არ გჭირდება. ეხლა უნდა გავუკეთოთ ამას ღერძი. ეს ღერძი შევეცადოთ რომ ცოტა სიმეტრიულად იყოს და ამიტომ სადაც გავხვრიტავთ, იქ ჯერ რუსხანი გავხვრიტავთ, რა გამარტივად შუაში მოვაქციოთ გასახრეთი და მე უკვე დრელი გავაკეთოთ დანარჩენი. Inside yes, merciless. Bury all lyrics left man in a distress. You can read about it in the Daily Express. ესე იგი, მეგობრებო, როგორც ხედავთ, ჩვენი საჭე და თავიდან საბაზისო მექანიზმებსა და საჭე ტრიალებს თავისუფლად, საკმარისია სავსებით, არაფერს არ ეხახუნება.
ცოტა დაფრანგული კი არის ეს დაკონსტრუქციას, მაგრამ საჩვენებლად მეტი რა გვინდა ხა. თავარია ფუნქცია მუშაობდეს. ჩვენი მიზანი არის ეს. ესე იგი აქ დაგვჭირდება ტელეფონის დასადები, რომელიც იქნება აქ კაბელებით დაკავშირებული. აი ტელეფონი ესე, რომელიც ეს რომ მოუხვევ, დაახვევ კაბელს და გადახრის ტელეფონს. კაი, გავაგზავნოთ ახლა და ახლა ჩვენ მოსაფიქრებელი გვაქვს ტელეფონის დასადების გაკეთება. კაი, ესე იგი ეს ავიღეთ ხე, ახლა გავუკეთეთ აქ ვოლტისის, ამას ესე დავუმაგრებთ. აქაც გავხრიტოთ ჩვეულებრივად, მეტი არაფერი არ დაჭირდება და ბოლო შტრიხი იქნება ძაფების დამაგრება. ესე იგი დაგვჭა ჩვენი ბოლო შტრიხი, ახლა რაც ვაკეთებთ, ავიღოთ ნებისმიერი ნაწილი, დავითრევთ ესე ამოვწიოთ. შემდეგ გავაკეთებთ აი აქ დავამაგრეთ. როცა დავქაჩოთ საჭის აქეთ, წამოვამანქანა აქეთ. მოჭოთ ახლა ეს, დავამახინჯოთ ხეც, რაც გავაკეთეთ ჩვენ. სულ ეცა მეგობრებო, აი ნახეთ, მოუხვევ ვიხრება იქით, მოუხვევ ვიხრება აქეთ. ეხლა ჩავწეროთ ყველასათვის ნაცნობი, უფრო ძველი თაობისთვის, traffic racer-ი და გავტესტოთ ჩვენი მოწყობილობა. საკმაოდ კარგად უხვევს. კარგად გძნობს პატარა მოხვევასაც, ოდნავად ციხრება, თან ისეა, რომ ტელეფონი ოდნავ იხრება და რულის გადახრა უფრო მეტად გვიწევს, რაც უფრო უკეთესია, უფრო საკმაოდ გასართობი რაღაცაა, მარტივად შეგვიძლიათ გავაკეთოთ ნებისმიერი რამისგან. ამ შემთხვევაში წყლის მილებისგანაა გაკეთებული, ხოლო უფრო ადვილად შეგვიძლია კარბონისგან ან მსგავსი მასალისგან გავაკეთოთ, ან თუნდაც მთლიანად ხისგან. ხედავთ როგორც მუშაობს, კარგად აღიქვავს რულის საჭის ოდნავ მიმოხრასაც კი. გააკეთე მანევრი. რათა მანევრი და ხედავთ საკმაოდ კარგადაა. კაი გასართობია, პატარებს შეგვიძლია ჩაუხდოთ და დაждდებიან, ითამაშებენ რამდენი ხანიც მოუნდება და ჩვენს დიდებსაც შეგვიძლია გავერთოთ ასე თუ ისე